ქალური ენერგია ზოგადად პირდაპირ არის მატერიალური ენერგია. თუ ქალი არის რესურსული, ის ავრცელებს ფულის ენერგიას, დოვლათის ენერგიას. თუ ის არ არის რესურსული, ანუ მისი ქალური, ზუსტად ის ქალური საწყისი არის რეპრესირებული, მაშინ ჩაკეტილია ეს დოვლათიც და მის გარშემო, მისი ენერგიის არეალშიც ჩაკეტილია ეს დოვლათი. აქ მაინც ამოსავალი არის პირველ წყაროსთან დაერთება, ხო? ანუ ჩვენ საწყისთან ვართ, როცა ვართ მიერთებული და იქედან ვიღებთ პირდაპირ აი ამ წყაროს. ცალკე მე არ განვიხილავ საერთოდ ფულის ენერგიას, არც არანაირ მიმართულებას ცალკე არ განვიხილავ. მე ვმუშაობ სისტემის ცვლილებასთან, როცა ვცვლით შინაგან სისტემას, ანუ ვმუშაობთ ეს ამასვე ქვია შინაგანი ინჟინერია, შინაგანი სამუშაო, როცა ხდება შინაგანი სისტემის განკურნება, ჰილინგი, პირველ წყაროსთან, ანუ არარასთან, საიდანაც მოვდივართ საწყისებიდან ხდება ეს კურნება, ეს ჰილინგი, მერე იქ ყველაფერი ლაგდება. ცალკე არ არსებობს, რომ ფული გქონდეს და სხვა ყველაფერი არ გქონდეს, ყველაფერი ერთად ლაგდება, ყველაფერი ერთად ირევა საბოლოო ჯამში.